თია წულუკიანი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით თია. თია არის ალასანიას გუნდის წევრი, კოალიციის წევრი, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი. მომავალი კოალიციის. მომავალი, რომელიც ძალიან მალე შედგება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია ამ კოალიციის შექმნა, ეს 4 სუბიექტიანი კოალიცია. რა როლი ექნება ალასანიას გუნდს ამ კოალიციაში? რა მიმართულებას დაიკავებს? ანუ მithქვა მინდა რომ ალბათ რაღაც ლაპარაკია კომპეტენციების გადანაწილებაზე, ხო? შენი აზრით რა შეიძლება ეს იყოს? მოგესალმებით, მადლობა შალვა მოწვევისთვის. მომავალი კოალიცია მეთქი ვთქვი, იმიტომ რომ ოფიციალურად ჯერ ეს გაფორმებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ამის შესახებ და უფრო მეტიც გვყავს ახალი ესე ვთქვათ შენაძენები დავარქვათ ეროვნული ფორუმის სახით, რომელთანაც დიდი ხანია მიმდინარეობდა მოლაპარაკება და წარმატებით დასრულდა სულ რამდენიმე დღის წინ. ეს კოალიცია მართლაც იქნება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს 4 სუბიექტიანი, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვადასხვა ოპოზიციურ პერსონალიებს, რომ დადგნენ ქართული ოცნების გვერდით. ეს მომავლის თემა. თითოეულ პარტიას, რომელიც დღეს არსებობს და ის პარტია, რომელიც ჩამოყალიბდება ივანიშვილის ძალიან მალე, ექნება თავისი კონკრეტული კომპეტენციების, რა თქმა უნდა, სფერო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი რესურსების სრულ გაერთიანებას იმ კოალიციის ფარგლებში, რომლის ლიდერიც არის და იქნება მომავალშიც ბიძინა ივანიშვილი. და ეს რესურსების გაერთიანება გულისხმობს იმას, რომ ვინ რაშია ძლიერი ამ საერთო იმ წვლილით შედის ამ საერთო საქმეში. თქვენ რაში ხარ ძლიერი? თქვენ რა წვლილი შეგაქვთ? შენი აზრით? ჩვენ გვაქვს ამაში ალბათ დასამალი არაფერი არის ძალიან სერიოზული დიპლომატიური რესურსი. გვაქვს აგრეთვე გამოცდილება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გაუმჯობესების მოწყვეტინებთ ბოდიში. თქვენ გაგიუმჯობესებიათ თუ არა გარემო? ვერ გავაუმჯობესეთ ამ ეტაპზე. გვაქვს გამოცდილება გვაქვს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის უბრალოდ მიკროფონთან ჯდომა და საუბარი ამ თემაზე. გამოცდილება ყოველთვის ღირებულია. გამოცდილება. თქვენ იცით რა არ უნდა გააკეთოთ? ანუ თქვენ არა, რა უნდა გააკეთო კი რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ პირველ რიგში არჩევნების დადგომამდე, დღის დადგომამდე მომზადდეს დამკვირვებელთა არმია, რომელიც იქნება კომპეტენტური, ცოდნით აღჭურვილი და შეძლებს რომ პროფესიონალური დაკვირვება აწარმოოს არჩევნებზე. არჩევნების პროცესზე დაკვირვება იმ გარემოზე, რომელიც ჩვენ ასე გაღელვებს და მეს მიხარია. ჩვენ ყველას გვაღელვებს, არა მარტო მთელს ხელს. კი, მაგრამ იყო დრო, როდესაც მაინდა-მაინც დიდი სერიოზულობით ამ საკითხს არ აღიქვამდა ზოგიერთი. და იქ არ იყო ესეთ სერიოზული მოთამაშე ველში. არა, ეს იყო სერიოზული პროცესი, უბრალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაძლია თავისი შიში, რომ დამჯდარიყო და მოლაპარაკების მაგიდასთან გადაეწყვიტა. უბრალოდ არც ჩათვალა ეს საჭიროდ, იმდენად არ ქონდა იმ წვრილი პარტიების შიში, რომ რამე სერიოზულად გააკეთებდნენ, რომ თავხედურად ექცეოდა მათ. ეხლა დღეს ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს რომ ჩათვალოს საჭიროდ, რომ ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია. ეს არის ძალიან იმედის მომცემი სიტყვები, თუმცა არის გარკვეული სკეპსისი ამ შენს მოსაზრებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მათი ჩვევა, რომელიც ჯულზე უმტკიცესია. ჩვენ ვიცით, რომ მთელი აი ამ ხნის განმავლობაში 2003 წლიდან მოყოლებული მათი საფირმო იარაღი, საფირმო სტილი იყო ძალადობა. იგნორირება ყველანაირი მოთხოვნისა, თხოვნისა, კანონიერებისა იყო ძალადობა. რა არის ისეთი დღეს, რაც აიძულებს მათ, რომ ჩარჩოებში ჩაიდონ? ჩვენ ძალიან მოკლედ უნდა რამდენიმე წინადადებით გავიხსენოთ რა იყო წინაარჩევნების კონტექსტი. წინაარჩევნების კონტექსტი იყო შემდეგი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავდა ყოველთვის თავისი ჰქონდა ძლიერი პოზიცია, რომ არ ვთქვათ ერთპარტიული, სადაც პრაქტიკულად ყველა ორგანოში და ხელისუფლების შტოში მათ ჰქონდათ დომინანტური პოზიცია გარანტირებული და ამავე დროს ყავდათ ოპოზიციურ პარტიებში
სატელიტი პარტიები, რომლებიც დღეს ჩამოყალიბდნენ უკვე აშკარად ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ ფრთად, ზოგიერთი მათგანი. კი, ეს კი. მეორე მხარეს იყო ყოველთვის ჭრელი სპექტრი ოპოზიციური, რეალურად ოპოზიციური პარტიებისა, რომელსაც არ შემიძლია მეღიმება არ გავიხსენო გუშინ შეხვედრა იყო პარტიებს შორის და იქ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ოპოზიციის თქვა, რომ არსებობს ვითომ ოპოზიცია და არსებობს მთლად ოპოზიცია. მთლად ოპოზიცია არის რეალური ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის არსებობდა, დღეს არსებობს, მაგრამ სიახლე არის რა? ჩვენს ცხოვრებაში საბედნიეროდ დადგა 2011 წლის ოქტომბრის თვე, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე შემოვიდა წონადი მოთამაშე ბიძინა ივანიშვილის სახით, რომლის გარშემოაც იქმნება რეალური ძალა, ოპოზიციური პოლუსი, რომელსაც უკვე ძალუც შეუძლია რეალური მეტოქეობა გაუწიოს ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის სიახლე ოპოზიციის ცხოვრებაში და ამეთანხმებით ალბათ. ისიც ხომ არ არის სიახლე, რომ ორი ვადა, რომელიც კონსტიტუციით იყო განსაზღვრული სააკაშვილისთვის, გადის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მთელი არა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები, ამაში მე დავწუნდი უკვე მიუთითებს მიშას ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო სტატიის მერე დავწუნდი, რომ მიშა პერსონალურად სააკაშვილი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ის არ უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა. კი, მე ვისაუბრე შიდა ფაქტორზე, რომელიც არის თვისობრივად დღეს სხვა და ოპოზიციას, რეალურ ოპოზიციას აყენებს მომგებიან მდგომარეობაში. მაგრამ გარე კონტექსტი არის აგრეთვე მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ გახსოვთ ყველა წინა არჩევნების, ეროვნულ არჩევნებს გულისხმობთ ქვეყნის მასშტაბით, იყო ესეთი საგარეო კონტექსტი, რომელსაც სადაც საზოგადოებრივ აზრს, საერთაშორისო აზრს ზოგჯერ საფუძვლიან, ზოგჯერ სრულად უსაფუძვლოს ქმნიდა სააკაშვილი თავისი ლობისტური კომპანიების მეშვეობით. თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობას კი არა, ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს და თანამემამულეს დასჭირდა დრო, რომ იმხდარიყო რა ძალასთან, რა ბოროტ ძალასთან აქვს საქმე ნაციონალური მოძრაობის სახით. თანაც მიერთო. დიახ და ამგვარი დრო დასჭირდა აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომ დაეშვათ ის აზრი, რომ ეს დემოკრატიულობის ფასადში გამოხვეული ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც განათლდა დასავლეთში და გვიქადაგებს იმას, ინგლისურად ლაპარაკობს, ისე ლაპარაკობს, რაც მათ ესმით, ეფონებათ გულზე. და მათ მართლა აქვთ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენს პარტნიორებს იმის რეალური სურვილი, რომ აქ დემოკრატია დამყარდეს. ამიტომ მათთვის გასახარი იყო, როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომ აი როგორც იქნა გამოჩნდა იგი და მათიანი არა, ეს იყო ჩვენიანიც იყო პირველ ეტაპზე. რომელიც მათთვის გასაგები სიტყვებით ლაპარაკობს გასაგებ ენაზე და ეს ფაქტორიც რა თქმა უნდა თამაშობდა ხშირად ისმოდა, რომ ეს არის დასავლეთში განათლებული და ასე ვთქვათ, კარგად საუბრობს სხვადასხვა ენაზე. სხვადასხვა ენაზე და დასავლეთში განათლებული საქართველოში ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა ჭაბუკი თუ გოგონაც არსებობს, რომლებიც ახალი თაობაა და შეუძლიათ რომ რეალურად აიღონ ანთებული გულით ჩვენი ქვეყნის მომავალი ხელში და არა ისეთ სფეროად, როგორც სააკაშვილმა გააკეთა. მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთს უჭირდა დემოკრატიულობის ფასადს ამოფარებული სააკაშვილის ამოცნობა. ამას დასჭირდა დრო. დღეს საერთაშორისო კონტექსტი, ისევე როგორც შიდა კონტექსტი, არის აბსოლუტურად მომზადებული იმისთვის, რომ თუ ჩვენ ოპოზიციური პარტიები და აგრეთვე ამომრჩეველი ვივარგებთ, შეიძლება რეალური შანსი არსებობს უკვე იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადავიდეს უმცირესობაში, ან თუ კიდევ უარესი სცენარით წარიმართა მართვის პროცესები, ძალიან დაკნინდეს მათი პარტიული როლი ზოგადად პოლიტიკურ პროცესში. ეს რეალობა დღეს შეიქმნა, უკვე ჩამოყალიბდა თქვენ ვაშინგტონ პოსტის სტატია ახსენეთ, სადაც წერია, რომ თუ სააკაშვილი არ ჩაატარებს, არ უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და დემოკრატიული, მაშინ უკვე არა მხოლოდ მას ექნება პრობლემა, არამედ რაც ჩვენთვის ტრაგიკულია, ზოგადად საქართველოს ექნება დიდი პრობლემა, ასე მთავრდება სტატია. უზრუნველყოფს არჩევნები ნიშნავს არა მარტო არჩევნების დღეს რაღაც წესრიგს, არამედ იმას, რომ ახალ ტელევიზიას უნდა შემოატანინონ სატელიტური ანტენები საბაჟოზე დაუზიანებლად და რამოდენიმე თვეში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც სოფლად ცხოვრობს, საშუალება მიეცემა ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების მოსმენის, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ არ დაატერორებენ თქვენი კოალიციის აქტივისტებს და მისცემენ მათ
მუშაობის საშუალებას. ეს იმას ნიშნავს, რომ არ დაატერორებენ ჟურნალისტებს, არ დაიჭერენ, არ მოახდენენ მათზე ფიზიკურ და მორალურ ძალადობას. ეს არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს პრაქტიკულად სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებას. მოდით ასე ვთქვათ. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებას, იმიტომ რომ ისე დღეს ჩაიგდო მიშამთავი, რომ თუ მან 55% მინიმუმ არ აიღო, ის დამთავრებულია. 35%-იც კი სააკაშვილს არ შორის, იმიტომ რომ თუ ის არ არის უმრავლესობაში, თუ ის არ უზრუნველყოფს სრულ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლებისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უკვე გირგვლიანის თემაზე თუნდაც. კი. უკვე დაიწყება სერიოზული მოკვლევა და კონკრეტული ძალიან მაღალი თანხმობრივები დაიჯებიან. აი ეს ამას როგორ უყურებ? გეთანხმებით აბსოლუტურად იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ფსიქოტიპს, რასაც ეძახიან, რომელიც ვერ იტანს უმცირესობაში ყოფნას, ვერ იტანს სუსტ პოზიციაში ყოფნას, ვერ იტანს ერთ-ერთზე საუბარს, ვერ იტანს არგუმენტების ჭიდილს და ვერ იტანს ყველაფერს იმას, რასაც ქვია მართალი. მას უჭირს ამასთან. მას ძალიან უყვარს, როგორც ჩვენ ამ წლებმა დაგვანახა, ფასადური, ლამაზი, ასე ვთქვათ, სიტყვები, რომლის უკანაც არაფერი არ დგას. სიტყვები და ქმედებები. და უყვარს ავანტიურიზმი, რამაც დაგუყობა რეალურად უნდა ითქვას. რეფორმები რაც გატარდა 1-2 გამონაკლისის გარდა, რომელიც ასე თუ ისე წარმატებულია და ეს უნდა აღინიშნოს, დანარჩენი რეფორმა, რასაც რეფორმა ერქვა, რეფორმა არ არის, ეს არის ძალადობა საკუთარ ხალხზე და ამან ვერ მოიტანა ვერანაირი შედეგი. სასამართლო დღეს ისევ არის, როგორც შევარდნაძის დროს პროკურატურის მე არ წავიკითხე, ალბათ ჩაგეკითხები, მე ალბათ ისაუბრებ, იურისტი ხარ, მე არა ვარ იურისტი, ამიტომ ვერ მივხვდი კარგად. იცი ალბათ სასამართლოზე ახალი ნიუსი, რომ დისციპლინარული დარღვევათა ის დანაშაულები, რაზეც შეიძლება დისციპლინარული დევნა აღიძრას, შემცირდა იმ დანაშაულების ნუსხა, იცი ეს ნიუსი, რამზე მე ვილაპარაკობ. კი ბატონო. ცოტა გაუგებარია ჩემთვის. კი ბატონო, დღეს სასამართლო მიუხედავად ვითომ რეფორმებისა ისევ არის და სიტყვას ისევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურატურას დაქვემდებარებული, როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს. ოღონდ შევარდნაძის დროს იქ კორუფცია იყო და შეიძლებოდა რაღაც გაძრომა. კორუფცია დღესაც არსებობს, კორუფცია მხოლოდ ფულის ხელიდან ხელში გადაცემას არ ნიშნავს. როდესაც დღეს შენ სიმართლეს ვერ ამტკიცებს სასამართლოში, ეს არა მხოლოდ იმის ბრალია, რომ პროკურატურა აკონტროლებს ამ სასამართლოს, არამედ არის შემთხვევები მაგალითად, რაც შემდეგ ხელისუფლების ფარგლებში იქნება გამოძიებული, როდესაც ადამიანს ვთქვათ, თუ ამის შესაძლებლობა აქვს გადაახდევინებენ უფრო მეც, გააფორმებენ ნაკლებს საპროცესო გარიგების შეთანხმებაზე ვსაუბრობ. საპროცესო შეთანხმება სხვა ფორმით, მაგრამ არსებობდა შევარდნაძის დროს, როდესაც მიგატანინებდნენ ფულს და გამოგიშვებდნენ, დღეს ფულს მიგატანინებენ, ოღონდ ფორმდება დოკუმენტი და ვაჭრობის საგანია თავისუფლება. ეს საპროცესო შეთანხმების მოდელი, რაც სააკაშვილმა შემოიტანა, წლების განმავლობაში ის ამ რეფორმას უფრიალებდა წხვირწინ დასავლელებს და ეუბნებოდა, რომ აი ამერიკაშიც ასეა და მე შემოვიტანე. მაგრამ დრო დასჭირდა იმას, რომ ყველა მიმხვდარ იყო, რომ ეს არ არის ის მოდელი, რაც არსებობს ამერიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 99% შემთხვევებში არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება ფულის სანაცვლოდ. ან შემთხვევდება, როცა თანამშრომლობს დამნაშავე და გაცილებით მნიშვნელოვან დამნაშავეებზე საპროცესო გადის გამოძიება. საპროცესო შეთანხმება ემსახურება, ეს საერთოდ კარგი რამ არის, ცუდი კი არ არის. ეს არის იმისთვის, რომ მოსამართლე არ დაიტვირთოს ბევრი საქმით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა გამოიყენებოდეს ყველა კატეგორიის საქმეზე. ეს განეკუთვნება ძირითადად ნაკლებად მძიმე დანაშაულს, სადაც შეიძლება საწყის ეტაპზევე გადაწყდეს საქმე და მოსამართლემ უფრო სერიოზული საქმეები განიხილოს. გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმებისას თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს ოჯახების აბსოლუტური ტერორი. ბევრი რჩება ოჯახი გაყიდიანაც კი რამე აბადიად და ეს არის პრაქტიკულად ტერორის, გარდა იმისა, რომ ფულის კეთების მექანიზმად იქცა, ტერორის საშუალება საუკეთესო საკუთარ ბიუჯეტის შევსების საშუალება პირდაპირ. მე არ ამგონია, რომ შევარდნაძის დროსაც არალეგალურად მიედინებოდა ჯიბეებში, მოსამართლეების ჯიბეებში თუ პროკურორების გაცილებით მეტი შედის ახლა უკვე ბიუჯეტში, რომელიც მიშასთვის საკუთარი ჯიბია. ჩვენ მოვითხოვეთ სხვათა შორის ცალკე ირაკლი ალასანიამ და მე
როგორც ადეიშვილის უწყებისგან ოფიციალური წერილით მიმართეთ მას, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროსგან, რომ გაგვეგო წლიურად რა თანხა შედის. კურიოზული პასუხები მივიღეთ, ადეიშვილის უწყება ამბობს, რომ მათ არ იციან, საიდან უნდა იცოდნენ რა შედის ბიუჯეტში და ფინანსთა სამინისტრომ გვიპასუხა, რომ მათ არ იციან რამდენი შედის, იმიტომ რომ ამისთვის არ აქვს ცალკე ანგარიში ქვეთავი ბიუჯეტის დოკუმენტში გამოყოფილი და ამას არ მოკლედ პასუხი იყო ის, რომ არც ერთი უწყება ამას არ ითვლის. მაგრამ რა თქმა უნდა, 10 მილიონებზე სასამართლოში ფორმდება ეს საპროცესო შეთანხმებები და არის ოფიციალური დოკუმენტი, განაჩენი. კი, მაგრამ მათ არ აქვს დათვლილი. ეს რას ნიშნავს, რომ თუ გვინდა ჩვენ თვითონ უნდა დავითვალოთ, ხო? ამას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ იმისთვის ყავს ისინი იქ სადაც ხედან, რომ თავად ითვლიდნენ და მომცენ ის ინფორმაცია, რაც არის საჯარო. და აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნება ზღვა მასალა კანონდარღვევებისა. შენ იურისტი ხარ და ძალიან კარგად გესმის. შენ მარტო სტრასბურგში გაგზავნილი საქმეებიდან იცი შენ და ხვდები, რომ ბევრი საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი და უამრავი დანაშაულია ჩადენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ამოიწევა ეს საქმეები, დაზარალებულები მოვლენ უბრალოდ უსამართლოდ ვინც გადაიხადა, ვინც ციხეში იჯდა, ვინც იმაზე მეტი მიუსაჯეს, რაც ეკუთვნოდა და იქნება ახალი ნიურნბერგის პროცესი, თუ როგორ იქნება? მოდით ეს ნიურნბერგი და ასე მაგალითად ჩვენი გაჭირვება გვეყოფა და ვისაუბროთ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ ეს უმნიშვნელოვანესი თემა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში შეიქმნება სავარაუდოდ რა ფორმით და როგორ ეს ესე ვთქვათ თემატური ჯგუფების ფარგლებში ამაზე საუბარი ამჟამად მიმდინარეობს ქართული ოცნების ფარგლებში, მაგრამ აუცილებლად შეიქმნება ორგანო დროებითი, რომელიც ამგვარ საქმეებს განიხილავს. ეს ოფიციალური ორგანო იქნება? ეს უნდა იყოს ოფიციალური ორგანო. სასამართლოსთან, პარლამენტთან არსებული თუ როგორ? ეს უნდა იყოს სასამართლო ორგანო, რომელიც დამოუკიდებელი, რომელიც რა ფორმით ეს გაცხადდება, როცა ეს გადაწყდება და საერთო პოზიცია ჩამოყალიბდება, მაგრამ მიმართულება აზროვნების არის აქეთ მიდის, რომ აუცილებლად ის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს პარტიაში უკვე თვეებია მოდიან, ჩვენ ვაწარმოებთ რეესტრს, სხვა პარტიებსაც აქვთ ამგვარი რეესტრი. ის რასაც თქვენ უწოდებთ თეთრი ძაფით ნაკერ საქმეებს, ეს არის უკანონო პატიმრების საქმეები, რომლებიც ან არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, ან მიკერძოებით რაღაც ანგარების მიზნით, ან უსამართლო სასამართლოს მსხვერპლი, რომელთაც შეიძლება ორი კატეგორია იქ, ან არ ჩაუდენია დანაშაული, ან სხვა დანაშაული ჩაიდინა და სხვა საბრალებენ და მაინც იხდის, არ ჩაუდენია, მაგრამ მაინც იხდის სასჯელს. ამგვარი ჩვენ ვიცით თუნდაც განსაყუფარაძის საქმე, ალიმონაკის საქმე, ძალიან საინტერესო საქმეს ვსწავლობ ამჟამად ოქროპირიძის საქმეა, რომელიც როგორც ჩანს ალიმონაკი დიახ უფარაძე, ალიმონაკი და ოქროპირიძეც არის სტრასბურგში და ბევრი სხვა საქმეა, რომელიც აბსოლუტურად უკანონო ცხედა ნადირ. გარდა ამისა, იქ სტრასბურგში უამრავი საქმეა, მოვიდა გაწყობილ, სადაც დაფიქსირებულია ციხის თანამშრომლების ადმინისტრაციის არაადამიანური მოპყრობა. ესეც შეიძლება გამოძიების საგნად იქცეს. ეს სხვა თემაა, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს ყველა ამ საქმეზე. და მათი დადასტურებული ფაქტებია ეს რა თქმა უნდა. ის საქმეები, რაც სტრასბურგში არის, ძალიან ბევრი ვერ დასრულდება უფრო ადრე ვიდრე საქართველოს შეიცვლება ხელისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება მოვალეობა მომავალ ხელისუფლებაში, ვინც იქნებიან. განიხილოთ ეს საქმეები. რომ ის საქმეები, სადაც არის უკანონო პატიმრები, იქნეს გადახედილი და იქ სადაც გამოძიება არ ჩატარებულა, იქ გამოძიება ჩატარდეს. მნიშვნელოვანი შეკითხვა მაშინ. ამ საქმეებს აყალბებდა მთელი არმია პროკურორებისა და მოსამართლეებისა. რა გამოდის მაშინ, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში გამოსასვლელი იქნება? იცით რა არის? მე ასე არ ვიტყოდი, რომ მთელი, რადგან როგორც პროკურატურაში და სხვა ორგანოებში, სამართალდამცავ ორგანოებში, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასამართლოებშიც მუშაობს, მე ვიტყოდი უმრავლესობა იმ პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებისა, რომლებსაც არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ის ვინც ჩადის დანაშაულს, ესენი არიან როგორც წესი ერთი და იგივე პირები, ერთგული ხელისუფლების პროკურორები, ხო ასე სპეციალური პროკურორები, სპეციალური მოსამართლეების კატეგორიაც არსებობს. იმის და მიხედვით მაგალითად გიორგი ჩემი არის სპეციალური კატეგორიის მოსამართლე, ოღონდ სისხლის სამართლის საქმეებზე და ამგვარი სხვაც არსებობს, როგორც სამოქალაქო. როდესაც გირგვლიანის საქმე განიხილა, ეხლა ალბათ მონანიების პროცესი აქვს და მსუბუქ საქმეებს იხილავს. ამგვარი მიჩენილი მოსამართლეები, მიჩენილი პროკურორები და სხვა არსებობს, იმიტომ რომ ყველას არანდობენ, ყველას არანდობენ. პროკურატურაში მაგალითად, თუნდაც ადეიშვილის უშუალო გარემოცვაში არის რამდენიმე მართლაც ბრწყინვალე პროფესიონალი, რომელიც არ მოკიდებს ხელს, რომელიც არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და აკეთებს ქვეყნისთვის საქმეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ადეიშვილთან გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, შენ მაინდა-მაინც დანაშაულს ჩადიხარ. ისინი ალბათ თუ მისმენენ ეღიმებათ, რომ ისინი თუ ვიტყვი, რომ ისინი ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თუ კი არ აქვს დანაშაული ჩადენილი, უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვით თავად ადეიშვილზე, ბურჯალიანზე, რომელმაც სხვათა შორის გირგვლიანზე განაცხადა გირგვლიანის განაჩენის გამოტანის დღეს, მან ჩაიდინა თინა ბურჯალიანმა პროფესიული შეცდომა, რომლის გამოც ის ალბათ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, მან მოატყუა სრულად ერი. მან თქვა, რომ ფულის გადახდის მეტი არაფერი გვევალება და ახლა უკვე განაჩენზე საოცრებები თქვენ. ახლა უკვე მუშაობს თავისი ხელით იმ დოკუმენტზე, ვადა გაუვიდათ უკვე სხვათა შორის, რომ გაუგზავნოს სტრასბურგს თუ როგორ აღასრულებენ გირგვლიანის განაჩენს. აი ეს მინდა სწორად კითხო და გადაცემის მიწურულს, გირგვლიანის საქმის ლობისტი ხარ, ანუ შენ დაინტერესებული ხარ, რომ ეს განაჩენი აღსრულდეს, ხო? მე დაინტერესებული პირადად არ ვარ. მე დაინტერესებული ვარ როგორც მოქალაქე, როგორც ვიყავი ყოველთვის და ახლა უკვე როგორც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი და რა ხდება ამასთან დაკავშირებით? გირგვლიანის საქმეზე დადგა თქვენი ცით ისეთი განაჩენი, როგორიც დადგა ვიცით ეს. არა, როგორც დადგა რბილად ნათქვამია, ეს იყო დიდი გამარჯვება ჩვენი საზოგადოების. რაც შეეხება აღსრულებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ არანაირ სასამართლო განაჩენს არ აქვს აზრი, თუ ის არ აღსრულდება. ფული გადახდილია ოჯახისთვის, ეს ყველაზე მარტივი რამ იყო. ეხლა მიმდინარეობს გეგმის შემუშავება იმასთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობს იუსტიციის სამინისტრო, თუ როგორ უნდა დაიწყოს ახალი გამოძიება. იქ არის რამდენიმე მომენტი. თქვენ დამნაშავე პროკურორებზე საუბრობდით, იქ არის ორი პროკურორი, მგელაძე, ერთ-ერთი, რომელმაც პირდაპირ გააყალბა მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ უნდა გატარდეს სერიოზული ჯერ გამოძიება, დამოუკიდებელი და შემდეგ პირველში მაშინ მოკითხო დაავადდა. ეს ამდენ რეალური არჩევნები მათ სხვა გზა არ ექნებათ, რა დროც დარჩათ ხელისუფლებაში, მე ვარაუდობ, რომ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება გამოძიების გახსნის შესახებ. დიდი მადლობა, თეატროლოგიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე მგონი აი ეს ნაწილი, როცა შენი ლაპარაკე სააკაშვილის ხელისუფლებაში მომუშავე სამართალ დამცავებზე, ყველა საინტერესო იყო დღევანდელი გადაცემიდან, იმიტომ რომ ისინი დიდი გულისხმობით გარწმუnen, დიდი გულისხმობით უყურებენ და უსმენენ ყველაფერს, რაც მათ მომავალ ცხოვრებას და კარიერას შეეხება. ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მე და თქვენ ხვალ დილით გადაცემაში დილა შალვა რამიშვილთან ერთად. ახლა გემშვიდობებით.